დღეს ვაკეთებ ჩემწვარ იხს. თულია კი, იმიტომ რომ უნდა იგრძნო, როდის არის შიგნით მზად. ყინველია, მაგრამ მომზადების ტექნიკა ამას აქვს, როგორც საქონლის ხორცს, დონეები აქვს. ეს ველდანი რო შეწვა, ველდანივით რო იყოს, აქ ღვიძლის გემო და სასიამოვნო დიდად არ არის. ჯერ ეს ნაწილი უნდა შევწვათ. დავუმატოთ 2 კვილი ნიორი, ოქროსფერია, ხრაშუნა, უმატებთ უკვე კარაქს. და ეს კარაქი მისცემს უფრო რბილ გემოს. ეხლა შევწვათ LRG ამოვლებული პანკოში. ეს არის გოგრის გულის ხარჩო. ხარჩო ხო ნიგზით კეთდება? ჩვენ გავაკეთეთ მოხალული გოგრის გულით და ფათაშორის ძალიან საინტერესო გამოვიდა. რატო ასვენებთ ახლა იხს? ნებისმიერი სითხის დუღილის ტემპერატურა არის 100 გრადუსი. შიგნით ახლა მთელი წვენი დუღს. ეს წვენი რო გაგრილდება, ისევ დაუბრუნდება თავის ადგილს და იქნება ყველგან წვნიანი. ყველაზე პოპულარული იხვი რეალურად საფრანგეთშია. მაგრამ წისქვილი ტერასამაც გააპოპულარულა ქალაქში იხვი, იმიტომ რომ ესეთი იხვი მხოლოდ ჩვენ გვაქვს. ეხლა დავადოთ ზემოდან გარგრის სალსა, რომელიც ძალიან უხდება იხვის ხორცს და ამ კერძს მთლიანად კრავს. გავსინჯო? უნდა შეეცადოთ, რომ ყველაფერი გასინჯოთ ერთად. შეფი იმისთვის წვალობს და გემოებს სვავს, რომ ეს კერძი არ დაშალოთ. რა მაგარია, ვირო. აი ესეთია, რომ მოხონ დასასინჯია რა. ფაიზაღე.